ჩვენ დავბრუნდით ისა პირდაპირ ეთერში ვართ ანდრია ბოჩელის ძალიან ლამაზი სიმღერის შემდეგ ხვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას უკვე სხვა თემით და სხვა სტუდიით. რა თქმა უნდა, ირაკლი, მოგზაურობა ხელნაწერთა სამყაროში, ასე ქვია პროექტს, რომელსაც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ახორციელებს. სწორედ აი ამ პროექტის და იდეის შესახებ ვისაუბრებთ გადაცემის ამ ნაწილში და ჩვენი სტუმარია მარიამ კიკალიშვილი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენისა და განათლების დეპარტამენტის სპეციალისტი. მარიამ, მოგესალმებით. გამარჯობათ, მარიამ. შევადგენ შენობის. მადლობა მოგესალმებით. დიდი მადლობა პირიქით მოწვევისთვის. მოდი გავაცნოთ ტელემაყურებელს ეს პროექტი. რა პროექტი არის საუბარი? ეს არის მოგზაურობა ხელნაწერთა სამყაროში, ესეთი პროექტია. მინდა პირველ რიგში აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სურვილია, რომ ჩვენი სივრცე არ იყოს მხოლოდ ჩვენი თანამშრომლებისთვის, არ იყოს მხოლოდ მაგალითად მეცნიერებისთვის და ხელმისაწვდომი იყოს ხელმისაწვდომი იყოს საზოგადოებისთვის, შესაბამისად გამოფენის და განათლების დეპარტამენტი ხშირად ვახორციელებთ სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ ესეთ საგამოფენო პროგრამებს და ასეთი პროგრამა არის ერთ-ერთი ეს ჩვენი მოგზაურობა ხელნაწერთა სამყაროში. ამ პროგრამით ჩვენ ვუერთდებით მუზეუმის საერთაშორისო დღეს. არ მოვიცავთ მხოლოდ ერთ დღეს, გვექნება კვირეული, მთელი კვირა გაგრძელდება ეს პროგრამა. ეს არის ამ პროგრამის მიზანი არის საზოგადოებას გააცნოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საქმიანობა და შიდა სტრუქტურა, ასე ვთქვათ. ამ პროგრამაში ჩართული იქნება ჩვენი ბევრი დეპარტამენტი, ეს არის გამოფენის და განათლების დეპარტამენტი, საბიბლიოთეკო დეპარტამენტი, იქნება ასევე რესტავრაცია კონსერვაციის დეპარტამენტი ჩართული და დიგიტალიზაციის დეპარტამენტი ჩართული. ჩვენ ასე ვთქვათ, წელს ამ პროგრამას მივეცით უფრო განსხვავებული გასართობი სახე, ჩავერთეთ სახალისო დეტალები შევიტანეთ, ასე ვთქვათ, თამაშის სახე მივეცით. თამაშის სტრუქტურა ჩავთვალოთ, რათა ბავშვებისთვის ეს იყოს უფრო საინტერესო და უფრო ესეთი არ იყოს რუტინული, უბრალოდ დათვალიერების სისტემა. ასე ვთქვათ, ბავშვებს ექნებათ, უნდა მოიძიონ მათ დაკარგული ან გადამალული განძი, ხელნაწერი და ამ დეპარტამენტებში მათ უნდა გაიარონ ეს დეპარტამენტები. ჯერ საბიბლიოთეკოში ჩვენ გვაქვს მემორიალური კაბინეტი ბატონ ივანე ჯავახიშვილის, რომელშიც ისინი დანახავენ ივანე ჯავახიშვილის სხვადასხვა ნივთებს, მისი დიზაინის შექმნილ, ასევე წიგნის კარადებს, მის წიგნს და სხვადასხვა ნივთებს. იქ მიიღებენ დავალებას ამ შესახებ, ხელნაწერის პოვნის შესახებ. მაგალითად ერთი დავალება რო ვთქვათ, რა დავალება ეს მთლიანად ერთი დავალებაა. ერთი იქნება? კი, ერთი იქნება და ამ თემაში უკაცრავად ამ ოთახში კი მიიღებენ ესენი ამ დავალებას და სხვადასხვა დეპარტამენტების გავლით, რომელიც ჩართულია, ისინი მიუახლოვდებიან ამ ხელნაწერს, ასე ვთქვათ, რესტავრაციის კაბინეტში ისინი აღადგენენ დაზიანებულ. ჯერ უნდა იპოვონ, შემდეგ უნდა აღადგინონ. არა, ჯერ უნდა აღადგინონ დაზიანებული რუქა რესტავრაციის და კონსერვაციის ლაბორატორიაში. ამ სახით ისინი ასევე გაივლიან რესტავრაციის, ასე ვთქვათ, დეტალებს და საწყის ეტაპებს, როგორც აღდგენს რესტავრატორი ხელნაწერს და ქაღალდს. შემდეგ ისინი დიგიტალიზაციის ლაბორატორიაში, ასე ვთქვათ, ასლს გააკეთებენ ამ ქაღალდის და ქაღალდზე აღმოაჩენენ დაფარულ ესეთ ქვედა ფენას ნაწერს, რომელიც ნაწერთაც ისინი ასე ვთქვათ, მოძებნიან შემდეგ ამ დაკარგულ ხელნაწერს. ან იმას რაც სპეციალისტები აკეთებენ. თავგადასავალია. ხო, ერთგვარი და როგორ მოხდება ეს სხვადასხვა სკოლები ჩაერთვებიან, ჯგუფებას იქნებიან ესეთი დაკომპლექტებული თუ? ჩვენ წელს ასევე განსხვავებული სახე მივეცით ამ პროექტს, წელს გამოვაცხადეთ ბავშვთა სახლების აღსაზრდელებისთვის ეს კვირეული და მათ მოვიწვევთ, მხოლოდ ისინი იქნებიან დღის განმავლობაში ორი ჯგუფს მივიღებთ და იქნებიან ბავშვთა სახლების აღსაზრდელები. ასაკობრივი ზღვარი როგორ იქნება? იცით, ასაკობრივი ზღვარს მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ახლა საწყანია გული დაწყდება, რომელიმე თუცა ნაწილი წამოაიქცენ და ნაწილი ისე დარჩება. თან ეს ისეთი პროცესია, რომ თუ მაგალითად თამაში არ ჩაერთვება ამ პროცესებს მაინც მიადევნებს თვალყურს თვალყურს მიადევნებს და
ასე ვთქვათ, შემეცნებითი მაინც იქნება მისთვის და ინფორმაციას მაინც. და როდესაც აღმოაჩენ, აი მე რა ხდება, უბრალოდ ეს ამით სრულდება ეს პროექტი თუ კიდევ არის რაღაც ამახალისებელი? სრულდება და ჩვენ მათ პატარა სუვენირებს და საჩუქრებს ჩუქნით ჩვენი ცენტრის სახელით, ჩვენს გამდაბეჭდილ, ასე ვთქვათ, ამბავს. თქვათ როგორ უნდა ჩაერთოს მაგალითად ადამიანი ამ შემთხვევაში ბავშვთა სახლები? ჩვენს იმაზე უნდა დარეკონ საკონტაქტო ნომერზე 47-42-42 დარეკავენ და ჩაეწერებიან. დღის განმავლობაში მხოლოდ 2 ჯგუფს ვიღებთ და სამწუხაროდ 1000 ბავშვიანი ჯგუფები, იმიტომ რომ სივრცის სიმწირის გამო და რამდენად არის ინტერესი, ეს არის ძალიან საინტერესო. ინტერესი ძალიან დიდია უკვე, რა თქმა უნდა, არიან ჩაწერილები ჩვენ წინასწარ გამოვაცხადეთ ეს პროგრამა, დავაგზავნეთ რესურს ცენტრებში ინფორმაცია და უკვე არიან, რა თქმა უნდა, ჩაწერილები, ინტერესიც არის და დღეს უკვე დაიწყო ეს პროექტი 12 საათზე. ამ წუთებშიც მიმდინარეობს, კი, ამ წუთებშიც მიმდინარეობს და ძალიან დიდი ინტერესია, ბავშვები დიდი სიხარულით ასე ვთქვათ, ჩაერთნენ ამ და მე და ია რომ მოვიდეთ ასე. კი ბატონო, მომდანის მე სიამოვნებით ჩემთვისაც რომ ყოფილიყო ესეთი რამე. რაც ეხება თავად აი დაკვირვებას, მაგრამ ანუ ძალიან დიდი დაკვირვება ჭირდებათ რომ აღმოაჩინოს შემდეგში ეს ხელნაწერი. ანუ რთულია თუ არა ეს პროცესი, ესეც გვაქვს. იცით რა, როგორც შეგვეძლო მარტივად ავაგეთ ეს პროცესი, რომ მარტივი ყოფილიყო ბავშვებისთვის და რთული არ არის. მარტივია, იმიტომ რომ ესეთ მინიშნებები არ იქ რესტავრაციის ლაბორატორიაში რესტავრატორები ეხმარებიან იმ აღდგენაში. კიდე იქ და ტექსტი არის მოცემული, რომლის მიხედვითაც შემდეგ უნდა იპოვონ ხელნაწერი. რთული არ არის. და ეს პროგრამა შეზღუდული არის თუ ეს გაგრძელდება და იქნება? შეზღუდულია, იმიტომ რომ ჩვენ ახლა დროში შეზღუდულია 1 კვირის განმავლობაში, იმიტომ რომ ეს ლაბორატორიები ხომ მუშაობენ, მათ სამუშაო პროცესში ეშლებათ ხელი თავისთავად. რაც შეიძლებოდა დიდხანს გავწელეთ 1 კვირის მანძილზე. შემდეგ უკვე ამ ლაბორატორიებმა თავის ჩვეულებრივ უნდა ჩაჯდნენ და მუშაობა გააგრძელოს. ძალიან საინტერესო იქნება მაგალითად ეს კომპიუტერულ თამაშში რომ გადავიდეს და ვთქვათ კარგი იდეა. კი ბატონო და თქვენი იდეას გავიცანეთ. დირექტორ საოცარი იდეები აქვს ხოლმე და ხშირად ძალიან ბევრი ითვალისწინებს. ჩვენ გვაქვს ესეთი პროგრამა კომპიუტერული ბავშვებისთვისაც. ვცდილობთ ყოველთვის რომ ეს თანამედროვე ტექნოლოგიები ჩვენ ანიმაცია გქონდათ რამდენიმე ანიმაცია კი ასევე გვაქვს წიგნის აწყობა როგორ ხდება კომპიუტერული პროგრამა ბავშვებისთვის და მრავალი სხვა ასეთი ვცდილობთ ყველანაირად რომ რა თქმა უნდა სასიხარულოა რომ მართლაც არ არის ჩაკეტილი წრე მხოლოდ დარგის სპეციალისტებისთვის, მხოლოდ თქვენი თანამშრომლებისთვის და ასევე მნიშვნელოვანია რომ მასში ერთვებიან სკოლის მოსწავლეები, ну გარდა სტუდენტებისა და ახალგაზრდა თაობისა და აი ეს ნაწილი ერთგვარად ბოლო პერიოდში წამოიწია შეიძლება ვთქვათ რომ სკოლის ბავშვების ჩართულობა ხო მუზეუმებში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ბოლო პერიოდში უფრო აქტიური გახდა და უფრო მეტად ინტერესდებიან. სკოლები საკმაოდ აქტიურები არიან ამ მხრივ. უმეტესად სკოლები დადიან ჩვენი სტუმრები არიან სკოლის მოსწავლეები ხშირ შემთხვევაში ძალიან ხშირ შემთხვევაში და ტურისტები. და ძალიან მნიშვნელოვანია რომ იყვნენ კონდეთ ვიზიტები რეგიონების სკოლებსაც, იმიტომ რომ მათთვის გაცილებით უფრო ესეთი მნიშვნელოვანიც არის და საინტერესოც, იმიტომ რომ გარკვეულწილად მოკლებულნიც არიან ხოლმე. ხშირ შემთხვევაში დედაქალაქში ხდება ყოველდღიური ღონისძიება და მაგრამ ცოტა რეგიონებიდან გაუჭირდათ ჩამოსვლები ახლა ამ შემთხვევაში გასაგებია. ხანდახან ახერხებენ და ჩამოდიან კიდევაც და ამ ეტაპზე კი კონტაქტები გქონდა ერთი ძეგვის ბავშვთა სახლიდან ჩამოდიან 3 მოსწავლე სამწუხაროდ 3 მოსწავლე ჩამოასწრა. დანარჩენები უკვე ძალიან შორ ტერიტორიებზე. მარიამ, როგორ ატყობთ, აი როცა ბავშვებთან გაქვთ ურთიერთობა, რამდენად აინტერესებთ მათ აი ხელნაწერი, ისტორია მისი და ინტერესი რამდენად არის? ეს უკვე ახალიც არის ხო მათთვის მასთან შეხება კონტაქტი? კი, მაგრამ საკმაოდ დაინტერესებული ბავშვები არიან, ძალიან ბევრ კითხვებს სვავენ ხოლმე, როცა მუდმივ მოქმედ საგამოფენას მაგათად ვუტარებთ, ძალიან ბევრ კითხვებს სვავენ და იყო აი გუშინ შემთხვევა ეროვნულ მუზეუმში ჩვენი თანამშრომლები იქაც არიან და იქ ერთ-ერთმა ბავშვმა რომ აი მე ვიცი ხელნაწერების შესახებ, ეს ვიცი რომ რამდენი დროხა დაჭირდა მისი წიგნის შექმნას და ასე შემდეგ. მათ მიაქვთ კიდევაც ინფორმაცია, სასიხარულო ეს არის რომ რჩებათ ეს ინფორმაცია, რაც მთავარია და მარტო ჩვენთან არჩება ის, რასაც ვეუბნებით და გადავცემთ მას. ის გარეთაც გააქვთ და ახსოვთ და ძალიან კარგი არის ეს მეტყოლებს ასევე მათ
დაიაზრებენ კიდევაც რაც ხდება, რა თქმა უნდა. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, სწორედ ამ ასაკში სკოლის ასაკში სწავლობ ეს გაიაზრება და გამახსება, რა თქმა უნდა, მომავალში ასეთ დეტალებთან ურთიერთობა, იმიტომ რომ თუ ბავშვობიდანვე არ ჩაუყარეთ ჩვენ ამ საფუძველი, მერე უკვე სტუდენტობის ასაკში რთულია. ასევე ყალიბდება კულტურა, ხო, ელემენტარული მისვლის, მოქცევის, თუ შეიძლება შემდგომში არ გახდე ამ დარგის სპეციალისტი, პატივისცემის გზნობა გიჩნდება და აი ამასაც აქვს. ასევე ინფორმაცია გაქვს უმეტესობას ჩემ თაობას საერთოდ არც იციან ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი სად არის და აქედანვე ბავშვობიდანვე უჯობესია ჩაუდო ასე ვთქვათ ბავშვს. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ის არის შენი ქვეყნის ისტორია, ქედან მოდიხარ. ძალიან დიდი ისტორია და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, როცა ერს აქვს თავისი დამწერლობა და ის დოკუმენტები მაგალითად რამე ჩვენი ქვეყნის ისტორია განსაზღვრა თუნდაც და თითოეული ჩვენთაგანის ბედი, ხო? ეს არის ძალიან საინტერესო და მე მახსოვს თქვენ გამოეცით ესეთი კატალოგი, რომელიც მე მაქვს და დოკუმენტების კატალოგი, რომელიც არის ძალიან საინტერესო მართლა ნებისმიერი ადამიანის, არა მარტო ქართველისთვის, არამედ ალბათ უცხოელისთვის ძალიან საინტერესო. უცხოური დოკუმენტებიც გვაქვს ჩვენ. უღრმესი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. დიდი მადლობა რომ ხშირად მოდიხართ ხოლმე ჩვენგან. თქვენ დეპარტამენტი აქტიურია ჩვენთან და დიდი მადლობა მარიამ. კიკალიშვილი იყო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენისა და განათლების დეპარტამენტის სპეციალისტი. გამშვიდობებით მარიამ, კეთილი სურვილებით. რამდენიმე წუთში ახალი თემის ბრუნდებით და გულწრფელად.